ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფურია როხას გამარჯვებით დასრულდა და ჯვაროსნებს მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვთ, რაც ძალიან სამწუხარო ამბავია მთლიანი ქვეყნისთვის. შეხვედრა ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და მეშვიდე წუთზე ფერან ტორესის ჩაწოდების შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილს ბურთი ხელზე მოხვდა. მომენტის ვარზე გადამოწმების შემდეგ მატჩის მთავარმა არბიტრმა ბენუა ბასტიენმა 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა გამოიყენა. პირველი გოლის შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა. მე-18 წუთზე გიორგი მამარდაშვილის კარის აღება ალეშ ბაენას შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა ძელს მოხვდა. 22 წუთზე ესპანელებმა მეორე ბურთი მაინც გაიტანეს. ფაბიან რუისის ბრწყინვალე პასით მარტინ სუბიმენდი მისარგებლა და შეტევა წარმატებით დააგვირგვინა. მეორე გოლის შემდეგ რამოდენიმე იერიში ქონდა და კარისკენაც დავარტყით. ზურიკო დავითაშვილის გასროლა მცველებმა დაბლოკეს. 34 წუთზე კი ფურია როხამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად თავი ფერენ ტორესმა გამოიჩინა 3-0. ნახევრის ბოლოს სტუმრებს მეოთხე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდამ ურთულესი ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმის სტარტზე ესპანეთის ნაკრები შედარებით ინერტული იყო. საწყის 10 წუთში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. 71 წუთზე კი პირველი ზუსტი დარტყმა ჰქონდა. ანზორ მექვაბიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაუშვა და ბურთს უნაი სიმონი დაეუფლა. 2 წუთში ესპანელებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. ოიარსაბალმა დუბლი მიითვალა და მამარდაშვილის კარი თავური დარტყმით აიღო 4-0. 97 წუთზე ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. გოჩოლეიშვილის ჩაწოდების შემდეგ ესპანელმა მცველებმა ცუდად ითამაშეს და კინაღამ ავტოგოლი გაიტანეს, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. რამოდენიმე წამში მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა და მორიგი რთული ბურთი აიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ესპანეთმა 4-0 მოგვიგო. სოფასკორის და ჰუსკორდის შეფასებებით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ორივე სტატისტიკურმა პორტალმა დუბლის ავტორი ოიარსაბალი დაასახელა. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა. წინა თამაშებთან შედარებით ბევრი კარგი რამ დავინახე. ბევრი რამის განხორციელებას ვცდილობდით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ესპანეთის ნაკრებია, მათთან თამაში ადვილი არაა. მაგრამ მე ბიჭების შემართებით და ბრძოლის უნარიანობით ვარ კმაყოფილი. ასე რომ დაგვეწყო ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი გვექნებოდა. მაგრამ ფეხბურთია, წარუმატებლობას წარმატება მოსდევს. მიუხედავად იმისა, რომ 4-0 წავაგეთ, ბევრი კარგი მომენტი იყო და ეს უნდა დავინახოთ. ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. თქვენს ხედავთ, მათ თამაშის შანსი ეძლევათ. ჩემი აზრით, ძალიან კარგად წარმოაჩენენ თავს. ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები მოდიან. ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ და ისინიც ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ეროვნულ ნაკრებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდები გყავს. ნიჭიერები არიან და ერთად რომ განვითარდებით, დროის ფაქტორია და ყველაფერი კარგად იქნება. მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა. ესპანეთი დიდი გუნდია და თუ დაცვაში საუკეთესოდ არ ითამაშებ, წარმატების მიღწევა რთულია. თამაშის შედეგი ბევრ ამეზე მეტყველებს. პირველ რიგში იმაზე, რომ დაცვაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ვფიქრობ, წინა ხაზს გაუმჯობესება ეთყობა. რამოდენიმე შანსი შევქმენით. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და შემართებით ითამაშეს. ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მარტიდან მოყოლებული ხშირად საუბრობთ ამ საკითხზე. დაცვით ხაზში რამოდენიმე მოთამაშემ ამოწურა რესურსი. არ ვფიქრობ, რომ თუ ვინმე ჩემს მაგივრად მოვა სწრაფად მოახდენს ცვლილებებს. კარგად მიცნობთ, მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ პრობლემებზე. რთულ პერიოდს გავდივართ. შემიძლია გითხრათ, რომ დაცვითი ხაზის გადახალისება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. მიუხედავად ამისა, მჯერა რომ ამას შევძლებთ. შემდეგი თამაშებისთვის უკეთესად ვიქნებით მზად. რა თქმა უნდა, ბულგარეთთან გარკვეული ცვლილებები იქნება. ნახოთ, როგორ კონდიციებში იქნებიან ფეხბურთელები. ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა პრესასთან. საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ყავს. მათ დიდი ხანია ვიცნობ და დიდი მომავალი აქვთ. თქვენს ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ბაზა აქვს. მათ ბევრი უნდა იმუშაონ და ეს არის საქართველოს ნაკრების განვითარების ერთ-ერთი მთავარი გზა. მიუხედავად ასეთი ანგარიშისა, არ ვფიქრობ, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა. როგორც ვახსენე, ნაკრებში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესპანეთი დიდი გუნდია და დღევანდელ მატჩში ესპანეთი უკეთესი იყო. მე პირადად ვეთანხმები მას იმაში, რომ მართლაც კარგი ბაზა გვყავს შედგენილი ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან და ზუსტად მათი იმედი მაქვს მათი განვითარების და იმის, რომ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შეძლებს გასვლას და ღირსეულად თავის წარმოჩენას. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა. იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში დააჭირეთ
დაიჭერე ლაიქის ღილაკს და გამოიწერე არქი. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდები. აბა, მომავალ შეხვედრამდე.